ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. გაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეა სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამომშვიდობისა. ახლა დანიშნულმა ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, რომ სტრატეგიული ობიექტები არ იყიდება. თუმცა ქობალიამ როგორც ჩანს ჯერჯერობით ვერ მოასწრო ხელისუფლების მიდგომის სრულად გაცნობა, რომელიც ირწმუნება, რომ ცნება სტრატეგიული ობიექტების შესახებ მოძველებულია და ყველაფერი იყიდება ნამუსის გარდა. სანამ ქობალი ამ საკითხებში გაერკვევა, მანამ საპარლამენტო უმრავლესობა მაგისტრალურ გასადენთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ასახსნის. კი არ იყიდება, არამედ ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილი გასადენის აქციების გასხვისება მოხდება. მოკლედ გასადენის ბედი ისევ სადაორჩება. საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, რომ საკონტროლო პაკეტის ხელისუფლებისთვის დატოვების საკითხი საკანონმდებლო დონეზე გაიწეროს. რა პასუხი აქვს ამ საკითხზე ხელისუფლებას? დღეს ერთმანეთის პირისპირ ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე და ნაციონალი ზვიად კუკავა. მე ვარ თეა სიჭინავა და თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მასასაც თქვენ უყურებთ თოქ-შოუ არგუმენტებს და სტუდიაში ჩვენი სტუმრები არიან ნაციონალი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ზვიად კუკავა და ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს პარლამენტის წევრი ასევე ბატონი ლევან ვეფხვაძე. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგცანით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მადლობა თქვენ რომ მოგვიწვიეთ. მასასე დავწყოთ საუბარი. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საკმაოდ ესეთი ვთქვათ ცხარე კამათი და დებატი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მოქმედი პირი იყო ლევან ვეფხვაძე, როგორც ყოველთვის. კი ბატონო, ლევან ვეფხვაძე, მოდი დავიწყოთ მაშინ საუბარი ბატონ ლევანთან. მან სტომათა დარბაზიც კი დატოვა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეკამათების შემდეგ. ბატონ ლევან, ამ გამოიწვია თქვენ ესეთი გაღიზიანება და აღშფოთება? ახალი ამბავი იყო გასადენთან დაკავშირებით რამე? არა, ამ შემთხვევაში ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ იყო თემები, რაზეც ჩვენ ქონია ხოლმე შეთავაზება, საუბრები, რაზეც ყოფილა მზაობა, გამოთქმული რომ მოდი დავსხდეთ, დაველაპარაკოთ, რაღაცაზე შევთანხმდეთ, თუმცა ეს იყო თემა, რომელზეც შემიძლია თქვა, რომ აი თუ კედელივით იყო აღმართული უმრავლესობა, არაფრის გაგონება არ უნდა და არაფრის ჩასწორება, არაფრის გადახედვა არ უნდა. აი რისი გაგონება არ უნდა ხელისუფლებას? გაგონება არ უნდა და ძალიან მარტივის. აი უმარტივეს რამეს ვეკითხებოდი დღეს ბატონ მოხსენებელი იყო თუ ვაცდეთ ბატონ ლაშა თოდრია და ვეკითხებოდ მარტივ რამეს. და იგივე უმრავლესობის სხვა წევრებსაც ბატონი ბაქრაძე, ბატონი პალიკო, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ დებატებში, ვეკითხებოდ მარტივ რამეს, რომ თქვენ და თქვენი მთავრობა ამბობს, რომ არ გავყიდი გასადენს. დიახ. 51% საკონტროლო წილი იქნება ჩემი. მაშინ ვეკითხებით, რომ თუ არ ყიდით, მაშინ მოდი ეს ყველაფერი კანონში ავსახოთ. მოდი გარდამავალ დებულებებში ჩავწეროთ, ძალიან მარტივია. ჩავწეროთ, რომ საკონტროლო პაკეტი გასადენის რჩება სახელმწიფო საკუთრებაში. და ის რაც სხვა შორის ბატონმა პეტრემ თქვა, იყო, ასე ვთქვათ, ძალიან რბილად შემიძლია თქვა, რომ არასწორი ინფორმაცია, რომელიც მას აქვს. გასადენის მესაკუთრე არის სახელმწიფო. და ნავთობის კორპორაცია, ნავთობის და გაზის საერთაშორისო კორპორაცია ახდენს მის მართვას, მართვის უფლებით აქვს გადაცემული და ახდენს ოპერირებას. და ესო და სხვადასხვა რამე მისი მესაკუთრე არ არის ნავთობის და გაზის კორპორაცია. მესაკუთრე არის სახელმწიფო და რომელსაც გადასცა ჩემი ეს ჭიქა, მე შეგადმოცემ რომ დილა საღამოს გარეცხო, დილა საღამოს გარეცხო ეს ჭიქა, ოღონდ ვერ გაყიდი. ხვდებით ხო? იმიტომ ეს ჩემია. თქვენ ამას მარტივად იყენებთ, ყალსვავთ, ხმარობთ ჩვეულებრივად ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ეს თქვენი არა, თქვენ ამას მართვის უფლებით გაძლევთ. აი დაახლოებით იგივე ფორმა არის ურთიერთობის. სისტემა არის ის ბატონ ლევან, თქვენ ესე გინდა თქვა. გამიკვირდა ეს რატო თქვა ბატონმა პეტრემ? იმიტომ რომ თქვა რომ 75% ისედაც რჩება სახელმწიფოს კუთვნილებაში, 25% გადის ასე ეცხადებს ბატონი პეტრე. არსად არ წერია, საერთოდ ზოგადად კანონმდებლობით აცხადებს. ჩვენ შეგვიძლია მაშინ ის კომპანია, რომელიც ასე ვთქვათ, არის მეპატრონე, მაშინ სახელმწიფომ ჯერ უნდა ადგეს და ეს ასევე განკარგვის უფლებით, არ მოგფლობს, განკარგვის უფლებით უნდა გადასცეს კორპორაციას და თქვას რომ ეს ჩემი აღარ არის, არის კორპორაციის, ანუ ცალკე ასე ვთქვათ, სამიწარმეო სუბიექტის, ერთის რომლის მესაკუთრე თავის მხრივ არის სახელმწიფო, მაგრამ ის ცალკე იურიდიული პირია და მე თქვას რომ იმ კორპორაციის წილს უყიდი იმაზე აუქციონზე თუ რა ქვია, თუ ფონდ რა ქვია, ბირჟაზე თუ სადაც უნდა. ანუ ეს თვითონ ცოტა გაურკვეველია სამართლებრივი ფორმები აი ამ გასათენთან დაკავშირებით და ჩვენ მიგვაჩნია რომ აქ ჩვენ ახლა შეიძლება ბატონ ზვიათთან დავიწყოთ დებატები სამართლებრივი ფორმა აქვს, როგორ აქვს რა, მაგრამ აქ ცოტა სხვა რამეზია საუბარი.
ანუ რატო არ გვინდა საუბარი იყო ზოგადად ამ გასადენის გაყიდვაზე? რატო არ გვინდა რასაფრთხეებია, ხო? ამაზე ჩვენ არ უნდა ამაზე საუბარი ხელისუფლებას ისინი აცხადებენ რომ არ ყიდიან. არა, კაცო, ბატონმა არ ყიდიან რა შეავს, კაცო. ხვალ გამოვა ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც იტყვის რომ ბატონ გილაურის პოლიტიკა იყო შეცდომა. რას ნიშნავს ახალი პრემიერ-მინისტრი? 5 და 6 ყავდა პრემიერ-მინისტრი ამდენი ხა. და ყველაზე მთავარი ჩვენ გვაქვს ბატონო ზვიად, არ ვიცი თქვენ გახსოვთ თუ არა, მაშინ არ იყავით საქართველოს პარლამენტის წევრი. ძალიან ცუდი გამოცდილება, ანუ ცუდი კარგი გამოცდილება ენგურხესთან დაკავშირებით. მთელი ერთი კვირა მთელი მთავრობა პრემიერი დაწყებული და მინისტრები უარყოფდნენ რომ რაიმე კონტაქტი რაოესთან ენგურხესთან დაკავშირებით გქონდესო. აიო იფიცებოდნენ, რას ლაპარაკობთ კაცო. რაზეა ლაპარაკ ჩვენ საერთოდ კონტაქტ ერთ შენიერ ორშაბათს იმ დამთავრდა კვირა და ორშაბათი დადგა რაოესის ვებგვერდზე გაჩნდა მემორანდუმი. მთელი ტექსტი რომელზეც ხელი აქვს მოწერილი ენერგეტიკის სამინისტროს და მეორე მხრივ რაოესის ხელმძღვანელობას. აი ჩვენ იცი რაზე საუბრობთ ბატონო ზვიად რომ ერთ შენიერ ორშაბათს არ გაზპრომის არ რუს გაზის ეს არის კომპანია რომელიც ფლობს სომხურ გამანაწილებელ კომპანიას და ფლობს იმ თავარ გასადენს რომელიც აშენდა უკვე და რომელიც აკავშირებს ირანს სომხეთთან. აი ამ კომპანიის საკუთრებაში არ აღმოჩნდეს ან მემორანდუმი არ აღმოჩნდეს გაფორმებული. ეხლა ეს საფრთხეები რო არსებობს, ამ საფრთხეების შესახებ საუბრობდა აგერ ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ხვანინდელი დღე 2002 წელი ბატონო ზვიად ამასაც დავამთავრე და მე თქვენ შეგიძლიათ ასვი გაგცეთ. საუბრობდა სხვა შორის თქვენ ეთერში იყო ეს უკვე რომ გასადენის დათმობა დამოუკიდებლობის დაკარგვაა. რომ სტრატეგიული ობიექტების დაკარგვის შემთხვევაში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლა აზრს დაკარგავს. თუ მთავრობა ყველაფერს რუსეთს მიყიდის, მერე უნდა ნატოში შევიდეს და უნდა მარსზე გაფრინდეს. და ბოლოს გააფრინეს ბატონი ედუარდ შევარდნაძე მარსზე, სხვა შორის რო იცოდეთ, ვარდების რევოლუციის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვება იმ პოლიტიკურ ძალებს მხრიდან, რომლებიც ედუარდ შევარდნაძეს ოპონირებას უწევდნენ, მაშინ იყო გაერთიანებული დემოკრატები, იყო ნაციონალური მოძრაობა, აი ამით დაიწყო. უბრალოდ მე გიწინასწარმეტყველეთ, რომ თქვენს ასეც უდად დაამთავრებთ, როგორც შევარდნაძემ დაამთავრა, აი ამ ისეთ თემებს ეხებით, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეხება. ბატონო ზვიად, ხედავთ ახლა უკვე როგორი სურათი გესახებათ, ანუ წინასწარმეტყველებაც არსებობს იმისა, რომ თუ ამ საკითხს შეეხებით, ძალიან ცუდად დაამთავრებთ. რატო არ გსურთ საუბარი გასადენის გაყიდვასთან დაკავშირებით? მთელი ეს საუბარი საფრთხეებთან უბრალოდ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მიმდინარეობს საპარლამენტო განხილვა აღნიშნული კანონპროექტის, უბრალოდ იმ ცვლილებების რაც შედის შესაბამისად სახელმწიფო ქონების შესყიდვასთან დაკავშირებით და რაც დაკავშირებულია გასადენთან, ჩემი აზრით არის აურზაური არაფრის გამო, იმიტომ რომ რეალურად აი ძალიანაც რომ მოვინდომოთ ჩვენ არ არსებობს არანაირი საფრთხე იმისა, რომ ამ გასადენის პრივატიზების შემთხვევაში მოხდება რაიმე სახის ისეთი დამანგრეველი ზეგავლენა რუსეთის მხრიდან, თუნდაც რატომღაც ჯერ ერთი მთავარი ის დამაბნეველი, ანუ საზოგადოებაში შესწომის შემყვანი ოპოზიციის მხრიდან არის სწორედ ეს ფრაზა, რომ მაინც და მაინც რუსეთი ყიდულობს. საიდან მოიტანეს მე არ ვიცი. ნუ აი სხვა ვინ შეიძლება იყოს პოტენციური მყიდველი? ამაზეც ვისაუბროთ, მოდით თქვენ თქვენი აზრი დაასრულოთ. შეიძლება იყოს ძალიან ბევრი. თუმცა საუბარი ამ რუს გაზი მაგალითად, ხო? ან სხვა შვილობილი არა ეს საუბრები ეს ყველაფერი არის ჩემი აზრით უბრალოდ ან შეგნებულად ან შეუგნებლად საზოგადოების შესწომაში შეყვანა, იმიტომ რომ ნამდვილად საფრთხე არ ემუქრება საქართველოს არც ენერგეტიკულ სისტემას და არც ეკონომიკურ განვითარებას. მე თქვენ გულდასმით გისმენდით ბატონო ლევან მთელი ეს პერიოდი და პარლამენტში და მაგრამ გისმენთ. და გამომდინარე აქედან ეს არის ფუჭი საუბრები უბრალოდ და მოსახლეობის იგივე თქვენი მაყურებლის იგივე ზოგადად ქართული საზოგადოების შესწომაში შეყვანა, იმიტომ რომ ნამდვილად ის გასადენი რაზეც არის საუბარი ეგ არის ნავთობის და გაზის კორპორაციის საკუთრებაში, მას თვითონ კანონით აქვს თვითონ გაწერილი 25%-ის ამ აქციების თავის წილის გასხვისების უფლება აქვს, ანუ ეს უკვე გაწერილია კანონით. შესაბამისად, აქ რაიმეს დამატებით ისეთი რაღაცა საფრთხე, რაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ნგრევა, მასში რუსული რაღაც უარყოფითი მუხტი შემოსვლა. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. თქვენ თეორიულად მაინც უშვებთ ჩანს, რომ შეიძლება იყოს პოტენციურად რუსული კომპანია მყიდველი ამისა? არა, იცით